მოგესალმებით, ეს არის ჩემი პოდკასტი ნომერი 29, 15 წუთი თავისუფლებისკენ და დღეს ყავს განსაკუთრებული სტუმარი. და სანამ წარგიგენთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვალაიქოთ, კომენტარები დატოვოთ იმისათვის, რომ უფრო ბევრ ადამიანს აღმოუჩინოს, ესე ვთქვათ, აღმოჩნდეს მათ ეკრანებზე ჩვენი YouTube პოდკასტი. აბა დავიწყეთ და ჩვენთან დღეს სტუმრად არის ოშო. არა ის ოშო არა, რომელიც თქვენ გაიფიქრეთ, ეს არის ოშო ანუშორენ. გამარჯობა. მოგესალმებით. მოხარული ვარ, რომ თქვენი სტუმარი ვარ დღეს და აი ამ არაჩვეულებრივ სივრცეში, ცოტა არაორდინალურ გარემოში მიწერს თქვენთან ესე ურთიერთობა. დღეს შევიმყოფებით თეატრში. თეატრი, პოეზია, ჟურნალისტიკა. ეს არის სფეროები ყოშტყო ჟურნალისტიკა და პოეზია, სადაც შორენა მოღვაწეობს და გვინდა რომ ვისაუბროთ სიტყვაზე, რომელსაც თქვენ პოეტები იყენებთ როგორც ლექსის შემადგენელ ნაწილს, ხოლო ჩვენ პიროვნული ზრდის მენტორები და კოუჩები ვიყენებთ როგორც ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტს პიროვნულ ზრდაში. თქვენთვის რა არის ეს სიტყვა, ლექსი? მოგვიყევით ცოტა რამე თქვენ შესახებ. ძალიან საინტერესო დავიწყეთ. როგორც აღნიშნეთ, მე ვარ შორენა თალაკვაძე. ოშო. საიდან ოშო ეს სახელი? გეტყვით საიდან, მაგაზე ბევრჯერ ყოფილა კითხვა და ჩემი სახელი, როგორც მოგეხსენებათ, გამსახურდია შემდგომი პერიოდის ახალი ამბავია და მე რო დავიბადე, მაშინ ძალიან ის იყო ეხლანდელი ტექსტით რო ვთქვათ, ბრენდული და რაღაც დამარქვეს შორენა. მაგრამ მე მამაჩემი, ზოგადად მამაჩემი ძალიან თბილი მოსიყვარულე ახლა გავაგრძელებ ამ თემას. ადამიანი იყო და ეს შორენა ძალიან გრძელი სახელი იყო, რომ შვილს, პირველ შვილს და ძალიან ძვირფას მოეფერო და აი რაღაცა ბუნებრივად მოხდა ოშო. და ისე მოდის მე აი ღრმა ბავშვობიდან ეს სახელი ოშო, დედაჩემს დღემდე ტელეფონში ოშოთი ვყავარ. ჩემი ძმა ოშოს მეძახდა და მეძახის და ეს არის მოფერების, სიყვარულის და მზრუნველობის სინონიმი ჩემთვისა და როცა წერა დავიწყე, როცა კრებული გამოვეცი და რაღაც შემოვედი ამ ასპარეზზე, ასე ვთქვათ, ძალიან მომინდა, რომ უკვე მამაჩემი აღარ იყო ცოცხალი, მამაჩემი 2011-ში გარდაიცვალა და აი მამაჩემის პატივსაცემად, მამაჩემიც არაჩვეულებრივად წერდა ლიტერატურის და პოეზიის აი ცოდნე და მოყვარული იყო ძალიან და აი მის საპატივცემულოდ და იმისთვის რომ რაღაცა ეს აი გაზდევს ჩემს პოეზიას ეს ოშო, თითქოს მამაჩემი სულ ჩემთან არის და აი ეს არის სულ ეს, რომ მე მქვია ოშო, არაფერი საერთო იმ ოშოსთან, ვინზეც ზოგჯერ უჩნდებათ ხოლმე ეჭვი. საერთო არაფერი საერთო იმას. ოშოთი მოგმართოთ. კი ბატონო, სასიამოვნო იქნება ჩემს. რა გზა გაიარა ოშომ პოეზიის ან ჟურნალისტიკის გზაზე, რა გამოიარა? დღემდე რომ მოსული. საინტერესო რაღაც დღემდე მოსული. კი. სკოლაში სწავლის პერიოდიდან მოყოლებული საერთოდ ჩემი თავარი ამბავი ცხოვრების რაღაცნაირად გეზი თუ საქმე ეს არის ურთიერთობები. აი, იმდენად მიყვარს ადამიანები, ურთიერთობები არასდროს იმასაც ვიტყვი, რომ არასდროს არც ერთ ასაკში არ მქონია იმის პრობლემა, რომ ახალი ადამიანები მივიღო. ან უბრალოდ ერთჯერადად იქნება თუ ხანგრძლივი დროისთვის ახალი ადამიანები შემოვიყვანო ჩემს სივრცეში და ჩემს ცხოვრებაში. და ვთვლიდი, რომ ჟურნალისტიკა აი ბავშვური ფიქრები იყო და რაღაცა ვფიქრობ, რომ იმდენად მრავალფეროვანი და იმდენად საინტერესო საქმე იყო. აი ამ შტრიხის გათვალისწინებით, რომ მე ურთიერთობები და ეს სიახლეები და ეს ერთი და იგივე რუტინული რაღაცეები იმდენად არ შემეძლო, რომ ვთვლიდი, რომ ეს იყო საუკეთესო პროფესია, რომელიც შეიძლებოდა ჩემთვის ძალიან ორგანული გამხდარიყო. და აი მთელი გულით, სულით, ეხლა რო არის სხვათა შორის რაღაც პარალელი მინდა გავალო, რომ აი დროში მოგზაურობ ხოლმე, რომ მე რო ეს მქონოდა, არჩევანი რო არის 7 პროფესია, რა რაღაც არასდროს არავირჩევდი სხვას, რომ აი დაუშვათ იქ ვერ მოვხვდი, აქ მოვხვდები. იმიტომ რომ ეს იყო ჩემი მიზანი და რაღაც ეს იყო ჩემი დიდი სურვილი, რომ ჟურნალისტი გამხდარიყავი და
ჩემი გადაცემა მქონოდა, ჩემი გარემოცვა მეყოლებოდა და რაღაცა ჩემი ფანტაზიებით ვაგებდი ხოლმე სულ აი ამ მომავლის გეგმებს. აი ესე მოხდი ჟურნალისტიკაში. ისე მოხდა რომ ჩავაბარე პირველ წელს ჟურნალისტიკაზე უნივერსიტეტში, სახელმწიფო უნივერსიტეტში. იქ მყავდა არაჩვეულებრივი ლექტორები, მეგობრები, შევიძინე მეგობრები. ისეთი ხალხი ყავდა ლექტორები, ბატონი ნიკო ლეონიძეს გამოვყოფ, მერაბ ჯალიაშვილს გამოვყოფ, რომელიც ჩვენთან აი ზღვარი არ იყო, აი მეგობრები ვიყავით. ჩვენ საეთერო გადაცემა ბატონ ნიკო ლეონიძის ბიჭი გიორგი ლეონიძე რეჟისორი იყო ტელევიზიაში პირველ არხზე და მოგვცა 1 საათიანი საეთერო დრო ფაკულტეტს, ანუ ჩვენ ჯგუფს, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ჩვენ ჯგუფს და ვაკეთებდით გადაცემა საწინდარს. და ამით შევედი პირველ ტელეჟურნალისტიკის განხრით წავედი მე ჩვენი ჯგუფელები ზოგი პრესაზე გადავიდნენ, მაგრამ მე მაინც გურული ვარ და ხო იცით ხა ტელევიზია და რაღაც სხვანაირად უყურებდი, რომ მეტი შესაძლებლობების და არჩევანის საშუალება და ქონა იყო ეგ. და იქიდან ვაკეთებდით გადაცემებს, მახსოვს ჩემი არაზრუს დამავიწყდება და რა დამავიწყებს ჩემი პირველი ინტერვიუ იყო აცგარდაცვლილ ხონებულ გიორგი ჭანტურიასთან და ირინა სარიშვილთან. და საკმაოდ წარმატებულად ბატონო ნიკო მითხრა რომ მოვიტანე მასალა რომ შენ დიდი მომავალი გაქვსო. ძალიან აი ესეთი პირდაპირ ეს ტექსტი მითხრა და ისე მოხდა რომ ამ ინტერვიუდან რაღაცა ძალიან მოკლე პერიოდში მოკლეს გიორგი ჭანტურია. და ეს რაღაცნაირად არქივად დარჩა და მე იყო სხვათა შორის ბევრი ფულსაც ვთავაზობდნენ ამ კასეტაში. მაშინ კასეტები იყო, ეხლა სხვაგვარი ის არის, მაშინ რაღაც ვიდეო კასეტები იყო, ესე კამერებით. და არაფრით არც გავყიდე, არც გავეცი, რაღაცნაირად დავიტოვე, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი პირველი ისტორია ჟურნალისტიკაში და მე წავიდა რა. შენ ძალიან საინტერესო რაღაცას რომ ლექტორმა მითხრა, რომ აი დიდი მომავალი გეუბნება. კი, ნიკო ლეონიძე, მაცხონოს მისი სულმოწმე არნახული, არაჩვეულებრივი პროფესიონალი და ადამიანი. ოკეი. ნიკო ლეონიძე. და ხშირად შეგხვედრიათ ადამიანები, რომლებიც სტიმულს გაძლევდნენ და გეუბნებოდნენ, რომ აი შენ კარგი მომავალი გექნება. იცი რა ზოგადად ჩვენ ვამბობთ ხოლმე პიროვნულ ზრდაშიც არის ეს მომენტი, რომ ზოგადად ზოგიერთ ადამიანთან კარგ გამოცდილებას გავდივართ, ზოგთან არც ისე კარგს გავდივართ. და ყველა შემთხვევაში რა თქმა უნდა მადლიერები უნდა ვიყოთ იმ ადამიანებისაც და იმ ადამიანებისაც. რამდენად იღბლიანი იყავით მაგ საკითხში, რომ ხვდებოდათ თუ არა ესეთი ადამიანები. იცით რა არის? ძალიან თუ უფრო ეკალბარდები ნიშნულოვანი რა არის? არა. მე არ ზოგადად მე ვარ ისეთი ტიპაჟი, რომ არასდროს არ დავუშვებ ეკალბარდებს ჩემს გზაზე. იმიტომ რომ რაღაცნაირად შესაძლოა ლავირების უნარი მაქვს, შეიძლება რაღაცა ინტუიციურად გრძნობი რა ხდება და იმ გზას საერთოდ აღარ მიყვები. ეს არ ნიშნავს, რომ მე მარტივი გზებით სიარული მიყვარს. უბრალოდ მე ვიცი ჩემი ცოტა ისე გამომდის, მაგრამ მე ვიცი ჩემი შესაძლებლობების ზღვარი და თუ ვიცი რომ მე იქ ის ეკალბარდი ჩემთვის ძალიან მძიმეა და გადაულახავე, მე იქ არ წავალ. და ახლა ნიკო ლეონიძის აი ამ სიტყვამ სხვათა შორის ცოტა ადრე წავალ სკოლაში რომ სწავლობდი მე ოზურგეთის მეორე საშუალო სკოლა დავამთავრე. აღნიშნულები მაგრამ უმათხოვთ. თორე აქ ცოტა ის არის. ხო, აი მასე. რა ვიცი, კარგად ისა. მეორე საშუალო სკოლა დავამთავრე ოზურგეთის და ეს იყო როგორი სკოლა იცით, აი საბაზო სკოლა როა რაიონის და პირველი დამსწრეები და სტუმრები თუ ჩამოდიოდნენ და უკითხავად და აი გაუფრთხილებლად მოყავდათ ჩვენ სკოლაში და ძალიან ძლიერი აკადემიური მოსწრება იყო და რა ვიცი, ნუ კარგად ძალიან კარგი ბავშვი ვიყავი, ძალიან კარგი ბავშვი რას ნიშნავს? აი კარგი მოსწავლეს ვიყავი და ბავშვი ვიყავი სრული თავის აი მთელი თავისი შინაარსის სრული გაგებით. მაგალითად ვიყავი ძალიან ცელკი, შატალოზეც დავდიოდი, ძალიან ამრევიც ვიყავი შიგადაშიგ, ვერ მაჩერებდნენ, ძალიან პატარა ვიყავი, ისეთი დაბალი პატარა გამხდარი ვიყავი და წინ ვიჯექი და სულ უკან ვლაპარაკობდი ხოლმე, მაგრამ ყველაფერს მპატიობდნენ, იმიტომ რომ ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი და რაღაცნაირად ეს იყო ჩემი ინდულგენცია ერთგვარი რა და მე ისე მოხდა რომ აი რატო წავედი ბავშვობაში რომ ბაბუა ჩემი და მამა ჩემი განსაკუთრებით აი ეს ორი ადამიანი თვლიდნენ რომ მე ვიყავი სამყაროს მოვლენა და თვლიდნენ რომ მე ვიყავი მოვლენა აი რა მაგარი გავჩნდი რა ნიჭიერი ეს მე თავიდან დავიჯერე ანუ დავიჯერე როგორ იცით ეს იყო დიდი სტიმული ჩემთვის
და უკვე გძნობდი რომ მე არაფერი ანუ საგნებსაც ერთნაირად ეხა მართლა რაღაცნაირად გულწრფელობის ჭრილში თორე ცოტა უხერხული ამაზე ლაპარაკი მაგრამ ალბათ სხვათა შორის ჩემი მასწავლებლები მყავს მე Facebook გვერდზე მეგობრებში და ისინი დამეთანხმებიან ალბათ ასე მგონია რომ ყველა საგანს აი მათემატიკა, ფიზიკა, ქართული და რუსული და აი გერმანულში კიდე აი გერმანულს სწავლობდი, ინგლისური არ იყო მაშინ ესეთი აქტუალური. ყველა საგანს ძალიან მაღალ დონეზე და ერთ დონეზე სწავლობდი რა და ალბათ ეს იმის სტიმული იყო, სულ მეგონა რომ აი მე ესეთი ვარ და მე მაგარი ვარ და ეს ბაბუა ჩემის და მამა ჩემის ძალიან დიდი ავანსად გაცემული ის იყო შეფასებაც და ემოციაც, რა ვიცი, აი ესე მინდა ვთქვა და აი ბატონ ნიკოს, ანუ მერე უკვე დრო რო გადიოდა და ვიღაცა რაღაცა კარგს მეტყო და ხმოსახტაცება არ მემართებოდა, იმიტომ რომ რაღაცნაირად უკვე მოვდიოდი ამ ჩემი ძვირფასი ხალხის, ვინც მიცნობდა შიგნითაც, გარეთაც, სახლშიც, გარც, აი ყველა სიტუაციაში და შენ ბოდიში უნდა ჩაგეკითხოთ. ანუ როდესაც ბაბუა და მამა გეუბნებოდნენ რომ როგორ ასიმეორებდნენ აიო შენო აიო მასწავლებლებს იქეთ შეიძლება ასწავლოსო ისეთი მაგარია ბაბუა ჩემი მეზობლებს ეუბნებოდა ხოლმე დაახლოებით დასაკითხო არ გახსოვთ როცა ისმიდით ამ სიტყვებს აი სადღაც ვიყავი 7-8 წლის უკვე რომ აანალიზებ რაღაცეებს და ვიმე ჩემზე ლაპარაკობე რა თქმა უნდა ოხერხულობის მომენტი მაშინ არ გაქვს ბავშვი რო ხარ და რაღაცაც გეუბნები იშვიათესად რო გაგიმართლოთ თუ იცით იმიტომ რომ ძალიან იშვიათად რო ვიცი აი მაგალითად დედა ჩემს რო ეუბნებოდნენ მაგალითად რომ რა მაგარი შვილები ყავს მე ძმა მყავს ერთი ძალიან კარგი დიდი არაფერი მე ვიცი რაც არიან ნუ დიდი რაღაცნაირად ამბობდა ანუ ძალიან ისეთი იყო დედა ჩემი უფრო ობიექტური კრიტიკული და ეს მე დამჭირდა ბევრჯერ მე ცხოვრებაში არ შეიძლება სულ ადამიანმა ვაიმე ესეთი ხარ და ისე კრიტიკული აზრი აუცილებელია და ბევრ ამეში რომ მოგენო რომ რაღაცა უცებ დედა ჩემი დამაჯენდა თავის ადგილზე რაღაცა გადაჭარბებული რაღაცები რო არ მქონოდა და ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის იმათი მადლიერიც ვარ ძალიან იმიტომ რომ მე ვთვლი რომ თავდაჯერებაზე დიდ განს და დიდ როგორ გითხრათ იცით აი დიდ მართლა განს არ მისცემ ბავშვს საგზალია ყველაზე ეს არის რაღაცა აი ზუსტად ეხლა ეგ სიტყვა მინდოდა მომიძე საგზალია რომ გაიარო ის გზა შენი თავის იმედად არავის იმედად უბრალოდ ეს შენი თავის იმედი და რწმენა მოგცა ადამიანებმა რა კი რა თქმა უნდა კი ბატონო მოცხელა კი და მე ბატონმა ნიკომ რო ეს მითხრა იყო ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იმიტომ რომ ისეთი ავტორიტეტი იყო უკვე ამ წლების მერე რო გადავხედავ ეხა ცხოვრებას ეხლაც ავტორიტეტია ჩემთვის ერთი ნამცეცი რო არ დაკლებია ნიკო ლეონიძეს და მაშინ რომ მითხრა ეგ ისეთი ავტორიტეტულმა ჩემთვის პატივსაცემა და ძალიან დიდმა ადამიანმა ხა იქ თავარი ის იყო დეკანი იყო ტელეჟურნალისტიკის ეს რომ მითხრა ვაიმე დაფრთიან დაგაფრთიანებს და რაღაცა და სილაღე მომატა ამან მეტი არაფერი რა ვიცი დიდად რაღაცნაირი კომპლექსიანი არ ყოფილვარ მაგრამ მე და ბევრად მეტი სილაღე შემმატა და რაღაცა მეტი სტიმული მომცა შემდგომისთვის ყველაფერზე აშო ნახე როგორ რაღაცა ჩვენ პიროვნების მენტორები და კოუჩები ვიყენებთ ხოლმე როგორც ინსტრუმენტ წერას ანუ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ინსტრუმენტია თერაპიულად წერა და ძალიან ხშირად უდრის ხოლმე ძალიან ძვირადღირებულ ტრენინგებსაც კი ამას წინებზე მქონდა ზუსტად ჩემს კლიენტთან საუბარი რომ აი ამ წუთას თუ არ მაქვს აი არაფერი სხვა რესურსი არ მაქვს ფული დაუშვათ რომ პირადი მენტორი ავიყვანო ან რაღაცა ან დავესწრო რაღაცა ვორქშოპებს რა გავაკეთოთ და მე ვთქვა აი ყველას აბსოლუტურად გიზიარებთ ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია რომ სულ მცირე 20 წუთის განმავლობაში ხელაუღებლად წეროთ წეროთ ყველაფერი არა აი მე ხლა აქ თერაპიულ წერაში გულისხმობ უბრალოდ რომ დაჯდეს ადამიანი და რა სიხშირითაც მოახერხებს უკეთესია 20 წუთი ოღონდ ხელი არ უნდა იყოს კალამი არ უნდა იყოს და უნდა წეროს ნებისმიერი აზრი რაც კი გონებაში მოგივათ სერიოზული თერაპიულის აქვს და ხშირად ამის შემდეგ წერის შემდეგ აღმოაჩენენ ხოლმე რომ რაღაცა ახალი შემოდის მის გონებაში რაღაცა კრეატიული იდეა იბადება წერა როგორც ინსტრუმენტი თქვენ შემთხვევაში არის საკუთარ თავთან შეხვედრა თუ პირიქით
გაქცევა ხომ არ არის. როგორ რა არის თქვენთვის? აი წერა რა როლს ასრულებს? ჟურნალისტიკაშიც ფაქტობრივად წერა იყო თქვენი ინსტრუმენტი და საუბარი ალბათ და ამ შემთხვევაში, როდესაც თქვენ ლექსებს წერთ. ხო, ეს ორი იმდენად განსხვავებული წერაა. ჟურნალისტიკა, ეხლა მოდი პოეზიაზე ვისაუბროთ. ხო, ანუ ჟურნალისტიკაში ზოგადად ხარი არასდროს არ უნდა იყო, ესე არის იმთავითვე ჩადებული და შენ უბრალოდ მოვლენების აღქმის და გადმოცემის უნარებს იყენებ იმ წერაში და პოეზია და ეს წერა აბსოლუტურად სხვა რამეა. ეს არის მე ასე ავხსნი სამყაროს შეცნობის და მიღების უნარი და ამას დამატებული იმის უნარი, რომ შენ სიტყვა მოუძებნო ამ ემოციას სათანადო, რომ სხვასთან ისე გაუშვა, რომ რაც შენ იგრძენი ამ სამყაროს ის ბუნება არის თუ ადამიანებია თუ მოვლენა არის, აი სტროფებს შორის, სიტყვებს შორის ის ემოცია არ დაკარგო. აი ეს არის ოსტატობა უხეშად რო ვთქვათ, ეს არის ნიჭი ალბათ უფრო, რომ აი ეს ემოცია სიტყვებს შორის, სტროფებს შორის, აზრის დაალაგება და ის შენ რაცაც გრძნობ, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება, აი პოეზიას იმდენად საინტერესო მსმენელი ყავს საქართველოში, ვამბობ მე ამას. ძალიან ნიჭიერი და ძალიან საინტერესო და ისეთ შეფასებას და ისეთ აქცენტებზე გაგიმახვილებს ყურადღებას, თითქოს შენ გულში იჯდა, მაგრამ შეიძლება თვითონ ვერ წერდეს. აი მივხვდით რა არის, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩათვალეთ, რომ აი როგორც ნათქვამია, რომ აი ბეთჰოვენი რომ მოისმინო და გაიგო, ნახევრად ბეთჰოვენი უნდა იყო. ეს ასია და ალბათ პოეზიაშიც ზუსტად ასია, როგორც ხელოვნების სხვა ნებისმიერ, ისევე როგორც მხატვრობაში და ასე შემდეგ. ამას წინებზე ძალიან საინტერესო რაღაცა მოვისმინე შაკირას. რა შუაში ახლა პოეზია შაკირა, მაგრამ ვიტყვი. არც ბიოგრაფია ვიცოდი მისი, მეც მოვისმინე, რომ თურმე როდესაც მისი მეუღლე ახალგაზრდასთან წასულა და 11 წლიანი ქორწინება თუ რაღაც ესეთი დასრულდა და ორი შვილი დარჩა მარტო. რა თქმა უნდა, ალბათ იმის შემდეგ რაც ეს ტკივილი გადალახა და მიიღო როგორც მოცემულობა და სხვა ფაზაზე გადავიდა, ამჯერად დაუწერია ჰიტი, რომელიც ანუ თითქოს მანიფესტაციური ჰიტი დაუწერია, სადაც ის საუბრობდა იმ ემოციებზე, რასაც გადიოდა იმ პერიოდში და თითქოს თავის მეუღლეს მიმართა და მანიფესტი დაწერა იმისი, რომ ოკეი, ეს ფურცელი დავხურეთ და ახალი და რამინდა და უკეთეს და ეს ჰიტი გამხდარა ერთ-ერთი ყველაზე, რა თქმა უნდა, ბესტსელერი იმ თვალსაზრისით, რომ ძალიან დიდი ფული მოუტანია მის ცხოვრებაში და 3 წლის განმავლობაში ამ ჰიტმა, რაც კი გაჟღერდაო, ასე ამბობს ავტორი, ამ შაკირას ცხოვრებაში რეალობად გადაიქცა. ანუ ფაქტიურად მან გააკეთა, ზუსტად ის კოუჩინგური ინსტრუმენტია. შეიძლება მან არ იცოდა, რომ ეს როგორც ესე ინსტრუმენტი არ გამოყენებია, მაგრამ ეს იყო ინსტრუმენტი. მანიფესტი გააკეთა იმ სასურველი ცხოვრების, რაც უნდოდა, რომ შემდგომ ეტაპში დამდგარიყო მის ცხოვრებაში. შემთხვევით ხომ არ ყოფილა ესეთი ლექსი, რომელიც აცხადებულა, ან ლექსში გაჟღერებული რაიმე აზრი, ან მოვლენა, ან მე მქონდა მაგალითად ესეთი ინსტრუმენტი არის ვიზუალიზაციის დაფა ზოგადად პირველ მზდაში, სადაც სურათებს სწორი შერჩევით, ოღონდ ამას საკმაოდ წინ ბევრი პროცესი უძღვის წინ და ვაკეთებთ ფოტოკოლაჟს, რომელიც შემდგომ იმ ადამიანის რეალობა ხდება და წლის ბოლოს ვაჯამებთ ხოლმე იმ ფოტოებიდან რა გახდა მისი რეალობა. და ხომ არ ყოფილა ესეთი რაღაცა და ხშირად არის ხოლმე მე მქონდა პირადად ესეთი, ისე რომ ფოტო გავაკარი, რომელზეც იყო ადგილი, რომელ ადგილზეც მე ნამყოფი ჯერ არ ვიყავი. და როდესაც მოვხვდი, რომ ვთქვი, რომ აი ეს ის ფოტოა. და წელს მქონდა ჩემს ერთ-ერთ კლიენტს, რომელთანაც ერთადაც გეგმავდით, რომ მის ცხოვრებაში უნდა გაჩენილიყო ბაღი, მწვანე სივრცე და ამ გოგონას არაფერი არ ქონდა, აბსოლუტურად არც ბაღი, არც კერძო სახლი და არც მწვანე სივრცე და სადღაც სესიებიდან ძალიან უმოკლეს პერიოდში
მან ჩამიგდო ფოტო, სადაც მაჩვენა, რომ მას უკვე ჰქონდა გასაღები კერძო სახლის და ბაღის, სადაც შეეძლო რომ განეხორციელებინა ყველა ის პროექტი, რაც დავგეგმეთ. ანუ ხშირად, ეხლა მე კოუჩინგური ინსტრუმენტები ვახსენე და თქვენ შემთხვევაში პოეზიაში ხომ არ იყო ასეთი რაიმე ლექსი, რომელიც იყო და მთლად თავში არა, შემდგომში. აი ხა თავდაჯერება, რაც გითხარით, რაც რაღაცა ბავშვური იმპულსები შეგნება, რომ გიყალიბდება სამხედველობა, ყველაფერი სამყაროს მიმართ ურთიერთობაში. აი პიროვნული ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აი ერთ პატარა ფრაზით გადაუხვევ, იცით რა მომენტია? ადამიანებს პრობლემები ექმნებათ, მე ასე მგონია, როცა შორდებიან საკუთარ თავს. აი საკუთარი თავის ძიებაშიც თუ ხარ, თუ ვერ გიპოვია ჯერ, მაგრამ ძიებაშიც ხარ, ესეც ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია და მე ვთვლი, რომ აი ადამიანებს ვურჩევ და ყველას ვეტყვი, რომ არასდროს არავისი არანაირი მოვლენის გამო არ დაკარგონ საკუთარი თავი, იმიტომ რომ მე იმდენი პრობლემა მოვა თქვენთან პირადად ის დანარჩენი მე ასე ხარისხოვანი გახდება. ხო და აი ესეთი ეხლა რამდენად პარალელური არ ვიცი, მაგრამ ერთი ძალიან არათავდავალი ლექსი მაქვს. ხო და ეს ლექსი არის ზუსტად აი ეს მომენტი, რომ აი ჩემი თავის რომ შეუძახე და ერთი მეგობარი მყავს და სუმეუნება, რომ ესო როგორ დაწერეო. ესო რამ დაგაწერინო? შენო ამათ იცნობ, მე ვთხარი რომ ვიცნობ. ხო, აი იმიტომ დავწერე. სიამოვნებით მოვისმენთ მაგ ლექსს. ძალიან პოპულარულია, ანუ ჩემს შემოქმედებაში ყველაზე რაღაცნაირად მაღალ რეიტინგურად განიხილავენ, მაგრამ ისეთი კითხვით და ისეთი კუთხით მომიდა იქით, რომ იძულებული ვარ ახლა ეს ლექსი შემოგთავაზო. რა სალვადორი, რაღა მონე, რისი გოია, ჩემი მუზები დედამიწას ფეხით მოიარს ასე ფერადად, ვისაჩვენა ტილო ბოკაჩომ, როცა მაწვევა ფერთა გამალ ამის მომახრჩოს, ვინ შეაჩერა დეგას ლურჯი ბალერინები ალბათ აიკლო მოედანი თვალმა გინებით უტიფარ აშარ ლამაზმანებს ქმნიდა რუბენსი, როცა იაფად უფეთქავდა გული უბეში იქნებ აუხსნეს ექსკურსანტებს პოზა დავითის ან სილაჟვარდეს გაუტოლეს მზერა დავინჩის რა სალვადორი, რაღა მონე დუმდეს ყველანი ამ შთაგონებას გაუტოლდეს ქვეყნად ვერავინ არც იოცნებოს ფიროსმანმა ხოვოს პუნჯები მე მაპატიეთ სიყვარულთან ყველა მუნჯდებით. ბრავო. ახლა ზეძახი არათავდაბლო ლექსი. მოკლედ კედელზე გამაკრეს ბევრჯერ, მაგრამ მე მაინც ძალიან მყარად ვამბობ, რომ თავიდან დავწერდი რომ არ მქონდეს დაწერი. ნამდვილად და განსაკუთრებით ოშო ძალიან მინდა რომ ხშირად ჩემს პოდკასტში სტუმარად იყვნენ ხელოვანები. მე მგონია რომ განსაკუთრებულად ეხლა დადგა ის პერიოდი, როდესაც პოეზიამ, მხატვრობამ, თეატრმა, კინომ თავისი როლი უნდა ითამაშოს გადამწყვეტი. ეხლა მე აქ რა თქმა უნდა AI-ს გულისხმობ და იმ ხელოვნური ინტელექტის ერაში, რომელშიც ჩვენ მოვხვდით, როცა ყველაფერი შეიძლება გახდეს უკვე ხელოვნური, ლექსიც, მუსიკაც და სიმღერაც, ზუსტად მგონია რომ ეს ღირებულებები და ვინც არ იცის, გეტყვით რომ 30 წლის წინ, როდესაც პირველად გავხდი პედაგოგი ინგლისური ენის, მე გავაკეთე ჩემი მეთოდი შემოვიღე ინგლისური ენის სწავლება თეატრებით. და მე მყავს ინგლისურენოვანი თეატრი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ორიგინალური მეთოდია და მე და ანუ საუბრობდით გზაში თქვენზე რომ ჩავეძიე თქვენი და აი რომ მითხრა ეგ მე აღთხოვანდი, იმიტომ რომ ამაზე ეფექტური არ მგონია რომ აი ხა მაგიდასთან დასხდნენ და ისწავლონ იმაზე ბევრად ეფექტური იქნება ეგ დარწმუნებული რომ შედეგებიც გააქვთ ალბათ. კი და აი ზუსტად მაგას ვფიქრობ რომ ეხაც განათლების სისტემაში ძალიან ბევრი ცვლილება ხორციელდება და ალბათ კიდევ გახორციელდება, იმიტომ რომ დღესდღეობით მით უმეტეს ეხლა მე 30 წლის წინ რო ჩავთვალე რომ ისწავლება იყო მოსაწყენი ტიპიური გაკვეთილებს გულის ხო? ეხლაც ძალიან ბევრი მას მოითხოვს და მიხარია ძალიან და ჩემს პოდკასტებში ყოველთვის იქნება სივრცე, სადაც ხელოვანები იტყვიან ხოლმე იმ საქმეს და განსაკუთრებით სიამოვნებს, როდესაც პოეტები კითხულობენ თავიანთ ლექსებს და აი ხა ერთ-ერთი ესეთი მომენტი იყო და ძალიან სასიამოვნო. ხო, მიხარია ძალიან.
აა ჩემთვის ძალიან ისეთი მომენტი იყო, როდესაც ნახე, დაგათვალიერეთ, რა თქმა უნდა, მეც და მიხარია. მოგზაურობა, რომელიც ხშირად ხედავ თქვენს გვერდზე, კი. ხო, გვერდზე მოგზაურობას. რა ადგილი უჭირავს, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მე ისე მოხდა, რომ 19 წლის ვიყავ, როცა ხერხემალი დამიზიანდა და ჩემთვის მოგზაურობა არის სხვების მოგზაურობა. ანუ ჩემთვის არ შეიძლებოდა ესე ფიზიკურად ესეთი აქტიურად გეტყვით გადაადგილება და ეხლა სხვათა შორის ძალიან გვიან დავიწყე მოგზაურობა. ძალიან მე ვთვლი, რომ ისე გული მწყდება ადრეულ წლებზე, რომ რაღაცა არც მეძლეოდა ამის შესაძლებლობა, შეიძლება ფინანსურადაც ისე იყო, მე რაღაცა ვერ ჩავაყენე პრიორიტეტში ვერასდროს და ამაზე ძალიან მწყდება გული. მაგრამ ბოლო 3 წელი მე რაღაცა ჩემი შვილი მეუბნება, რომ შენ ერთად გინდაო აინაზღავრო ყველაფერიო, ისეთ მაგარ ქვეყნებში ვიყავი მართლაც და ეხა ბოლოს კიდე ავსტრიაში ვიყავი, ვენაში, ბრატისლავაში და რაიმე პროექტი იყო? არა, ეს სამეგობროს ინიციატივით ძალიან ძვირფასი ხალხი, აი ხო 8 ვიყავით, მაგრამ ერთმანეთზე უკეთესი ადამიანები და რაღაცა ყველას რომ არც ერთს რომ ვერ ამოაგდებ იქედან ისეთი და ორი ისეთი დავიმატეთ მე რომ რავი სული და გული გახდა. ბოდიში შეგაწყვეტინებთ, აი თქვენ ახსენეთ, რომ საკუთარ თავს არ უნდა დაშურდეს ადამიანი. კი, არასდროს. თქვენ როგორც ისე დედა ხართ. კი, დედა ვარ, 2 ბიჭის. კი ბატონო. ნახე მე რა მინდა რომ დამანახოთ მეც და ჩვენს მაყურებელსაც რომ დედა რომელიც ესე ვთქვათ თავს ნებას რთავს რომ იმოგზაუროს აქტიურად რამდენად მნიშვნელოვანია ეს როგორც ქალის ცხოვრებაში რომ მან შემოიტანოს ის რაღაცეები რაც მისცემს რას გაძლევთ კონკრეტულად მოგზაურობა როგორც ქალს როგორც დედას როგორც პიროვნებას როგორც დედა ვერაფერს ვერ ვაძლევ მე ამით ჩემს შვილებს გარდა იმისა რომ ჩემი არის თუ არა მნიშვნელოვანი შვილისთვის რომ მისი დედა მოგზაურობს კი და როგორ აი მე გამიმართლა ძალიან კარგად ვიტყვი იმას რომ მე ესეთებად გავზარდე და მე ეს არა ადამიანი ან გულიანი იბადება ან არა გარემო პირობებიც რა თქმა უნდა აუცილებლად უწყობს და ის ოჯახიც ხელს აუცილებლად მაგრამ ეხა რაღაც ისე გამომდის რა ჩემი თავის, ჩემი შვილების ქებაში, მაგრამ ისეთი ადამიანები გაიზარდნენ ჩემ და საბედნიეროდ, რომ მაგათვის მნიშვნელოვანი მარტო საკუთარი თავი კი არ არის. მეც ვარ, ანუ ოჯახიც არის, გარემოცვაც არის და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მე ბედნიერი ვიყო. და აი ჩემი შვილის მესიჯებს არაზროს არ ვშლი რომ მომდის ხოლმე მომწერს ხოლმე რაღაცა დედა ძალიან მიხარია რომ შენ კარგად ხარ ძალიან ეს რაღაცნაირად ისეთი გულის ამაჩუყო ვითომ არაფერი ჩვეულებრივ მაგრამ მისი აზრია ეს რომელსაც თვლის რომ მე უნდა მითხრას და ხალხმა ამაზე მაგარი კიდე აი თუ დავუშვათ პოზიტიურს გულისხმობ რა პოზიტიურზე აქცენტი იმაზე მაგარი რომ ადამიანს რაღაცა კარგს ეტყვი მე რა რომ დედაა და აი მთელი ცხოვრება ახლა ელემენტარულს ვამბობ მაგრამ ერთად აუცილებლად უნდა გაახარო აუცილებლად უნდა უთხრა და ჩემ შვილს ეს ახასიათებს ისინი ზრუნავენ ბევრ აი 80 ლომის წილი ჩემ მოგზაურობებში ჩემი შვილების დამსახურება არის რა ერთგვარად იმიტომ რომ ამის თავისუფლება ამის უფლება და ამის ნებიერება მომწეს უფლება ნებიერად ვიყო აი ესე ჩემთან და ჩემ მეგობრებთან იმიტომ რომ ურთიერთობების გარეშე მე რა ვიცი როგორც ადამიანი ალბათ გავხრები სამყაროდან და ჩვენ ახლა ძალიან ბედნიერი ღიმილით ისა ზივარს ხედავთ აქ საუბრობთ და ამ დროს არ არსებობს რომ რაღაცა გამოწვევა არ ყოფილიყო ცხოვრებაში. ჩვენ კი წარმოვაჩენთ ამას ხოლმე ეს ძალიან ისე და ოშოს ცხოვრებაში გამოწვევა და როგორ გაიარა, ვინ დაეხმარა, რა დაეხმარა. ხო, დავიწყებ იქედან რომ 90-იანელი ვარ. ანუ ეს სახელმწიფო ხო, ამიტომ ჩვენ, იმიტომ თქვით ჩვენ ესე ჩვენ და ძალიან ადრე მე ვიყავი 17 წლის ჩემი მეუღლე 19-ის არ იყო ჯერ რომ შევქმენით ოჯახი. წარმოიდგინეთ, თან ჩემ მეუღლეს მამა არ ყავდა და იმ პერიოდისთვის უკვე და შევქმენით ოჯახი, ის სტუდენტი, მე სტუდენტი და მყავს პატარა ბავშვი, ეგრევე ნუ როგორც ხდება, ოჯახი შეიქმნა, გაჩნდა ბავშვი და იყო აბსოლუტური ქაოსი. აი, ჩემ მეუღლეს, ჩვენ ვაჟა-ფშაველაზე ვცხოვრობთ
საბუთაოზე და ვერარეჭკას რო ეძახიან, ხო იცით, აი იქედან შეშა მოქონდა პარკეტზე შუა ცეცხლი გვენთო, ანუ შუა ცეცხლი როგორ ფეჩი გვედო და აი მან ვაკეთებდით საჭმელს, ანუ ფიზიკურად და გარემოებით იმდენი სირთულე გავიარეთ. მე რაღაცა მარტო ვიყავით ერთი პერიოდი ჩემი შვილი უნივერსიტეტში რომ დამყავდა და რაღაც პიროვნული კრიზისი უფრო ვიგების ხო? პიროვნული, კი. ხო და აი ეს კრიზისი, არა, მე მანდ მივდიოდი, ხა ეს კრიზისი არ იყო გამოწვევა, არ იყო პიროვნული კრიზისის არანაირი მიზეზი. პიროვნული კრიზისი როგორ არის იცით? რეზო ამაშუკელის არ იყოს ადამიანი მაინც მარტოა რა გინდაც იყოს და ამ შენ სიმარტოვეში იმიტომ არ უნდა დაკარგო შენი თავი რომ შენ სიმარტოვეში ისეთი მეგობრობა და ისეთი გზამკვლეობა გაგიწიოს იგივე საკუთარმა თავმა რომ არ დაიკარგო ანუ გააგნო გააღწიო ამ ლაბირინთიდან რასაც ცხოვრება ქვია იმ ტყეში მოხვდები თუ ღრეში თუ ხარცეცხლში თუ ეკალბარტში შენი თავი შენ გახდეს ყოველთვის და ამითი აუცილებლად ფონს გახვალ. მე ასე მგონია და აი განსაკუთრებული კრიზისები ამიტომ მე შემდგომ პერიოდში უკვე რო ყველაფერი წესით კარგად იყო და კარგად არის, შემდგომ უფრო რაღაცა უფრო ამოდის ახლა მომიტივტივდა რაღაცეები, რომ ვიდრე და ისევ პოეზიას გამოვყავარ. მინდა გითხრათ. ეხლა პოლო პერიოდში არის რაღაცეები თუნდაც იმ შენ თავთან განმარტოების პერიოდების კრიზისულ ეტაპზე აუცილებლად გამოყავ ლექს და როგორც არის ხო იცი ლექს რო არ წერდე რა სიზამდიდო ფანჯრიდან გადმოხტები. ძალიან თორე სხვათა შორის ეხლა აი ამ შემდგომ პერიოდზე გამახსენდა და თან ეხა თეატრში ვართ და რაღაც უცებ წამოვიდა გარსია ლორკას ისტორია ესპანელი პოეტია რომელიც ბოშების რომანსე რო დაწერა კაცმა რომელზეც მე მამუკა ჩარკვიანმა როგორი არაჩვეულებრივ შედევრს და შემდგომში უკვე სადღაც 15 წლის მერე 20 წლის მერე ბერნარდა ალბას სახლი დაწერა ის ხო დრამატურგიც იყო თეატრშიც მუშაობდა და რამხელა ის იყო ნახე ის როგორი ჩქეფარე საოცარი პოზიტიური და მე როგორი რაღაცნაირი და აი ეგ არის რა ადამიანი არავინ არ იცის რომელ პერიოდში რა უფრო გიწევს და სანამ ჩვენ ერთადერთი მოთხრობა მაქვს მარტო ამ თელს ჩემს პოეზიაში და იქ ასე ვამთავრებ რომ სანამ ცოცხალი ხარ შენი მოთხრობა გრძელდება ვინ იცის რამდენ საუკეთესო პერსონაჟს და ეპიზოდს შემოგთავაზებს სამყარო საოცარი რამე გამიზიარეოშო და კოუჩინგში გვაქვს ერთ-ერთი მე მაქვს ჩემს წიგნში ეგეთი ინსტრუმენტი ორი ისტორია ჩემი ორი ისტორია ეს რეალობის ის არის შემოგონილი არ არის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი წერს ესეთ რაღაცას რომ მე ბავშვობიდან არ გამიმართლა დაბადებისთანავე მიმატყვა ღამის ცხოვრებით მაცხოვრებელმა დედამ და მამამ გაგებაც კი არის სურვა ჩემი. შემდეგ ხვდები ოჯახში სუსტი აღმოჩნდი, მე გადიოდა რაღაცებს გამოწვევს და უცებ ჩერდება და მსმენელს ეუბნება. თქვენ ალბათ ელოდებით ამ ისტორიის ტრაგიკულ გაგრძელებას. და არა, მე გეტყვით ახლა ჩემს მეორე ისტორიას. დიახ, ყველა ადამიანი თვითონ წერს თავის ამბავს და მოთხრობას და იწყებს მეორე ისტორიას. მე ძალიან გამიმართლა პატარაობიდან, როდესაც ჩემმა ღამის ცხოვრებით მაცხოვრებელმა დედამ სამშობლოში მიმატყვა და მამამ ვერც კი აღიქვა რომ მე დავიბადე. შემდეგ აი სწორედ ამის წყალობით ხვდები ისეთ ოჯახში, რომელმაც მომცა ეს ბავშვთა სახლში ვისწავლე თავის გატანა, მე იქ ეს ვისწავლე და ეხლა როდესაც მე ჩემ ოჯახში ვარ და ჩემი შვილები და შვილიშვილები მახვევია გარს, ხვდები რომ თავარი იყო, რომ მე ეს ორი ისტორია ორივე მივიღე და რა თქმა უნდა ჩვენზეა დამოკიდებული ზუსტად იმას რითიც დავიბადეთ, რა მოცემულობით, რა მოთხრობაც დაიწყო, რისი წერაც დაიწყო ჩვენმა ბედის წერამ ბავშვობიდან იმ ისტორიას ჩვენ როგორ გადავაკეთებთ არა მივიღებთ და გავაგრძელებთ და დავწერთ მეორე ისტორიას
ძალიან კარგი ის იყო. მადლობა ოშო რომ არ ვიცოდი, მაგრამ ეს რაღაცა ჩემთვის ასე დავალაგე უბრალოდ, რომ მართლა მოთხრობა, ზოგისთვის რომანია, ზოგისთვის ესეა, ცხოვრება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მაინც მოთხრობა რაღაც პატარა ინსტრუმენტს გაგიზიარებთ მაგასთან დაკავშირებით, ზუსტად ამას წინებზე უზიარებდი ჩემს მსმენელებს, რომ მოთხრობასთან დაკავშირებით ჩვენ შეგვიძლია ხა თითქმის 6 თვე გავიდა, ნახევარი წელი გავიდა 20-26-ის და დარჩა 6 თვე. ესეთი პრაქტიკა არის, რომ უნდა წარმოიდგინოთ, რომ 20-26-ის დეკემბერია. ანუ ეს წელი სრულდება. და იმ დეკემბრის მოცემულობიდან წერ შენს თავს წერილს ივნისში. დღეს არის ივნისი. ეხლა ვართ ივნისში. ანუ დეკემბერია რეალურად, მაგრამ წერ ივნისის. არა, დეკემბრის მოცემულობიდან წერ რომ ეხლა ივნისი კი სრულდება, მაგრამ დაუშვათ რა სავარაუდო რაღაცები, რაც გინდათ რომ ივლის, აგვისტო, სექტემბერ და მოკლედ დეკემბრის თვეებამდე რაც გინდათ რომ მოხდეს, წერილს რომ ივლისის თვეში მე და ჩემი მეგობრები როგორც იქნა მოვახერხეთ, წავედით სამოგზაუროდ იტალიაში ან ესპანეთში ან სადღაცა და აი დაახლოებით როგორც გინდათ რომ დეკემბრამდე რა მოვლენებიც გინდათ რომ განვითარდეს თქვენს ცხოვრებაში, გინდათ რომ დაუშვათ თქვენს სასურველ პარტნიორს შეხვდეთ ცხოვრებაში, დაწინაურება მოხდეს, გამოჯამთელება თქვენი ან ნებისმიერ რაღაცა თქვენს თავს წერთ, მოკლედ რომ თქვათ დეკემბრის თვიდან აი ივნისის თვიდან მოყოლებული დეკემბრამდე რაც გინდათ მოხდეთ და ამას კონვერტში დებთ, აფეჭატებთ, აწერთ რომ გაიხსნას 21 დეკემბერს. ეს არის ის დღე, როდესაც დღე და ღამე უსწორდება ერთმანეთს და ძალიან ესეთი რიტუალები უკავშირდება ხოლმე. ისე მართლა ამ გახსენებაზე რიტუალებთან როგორ ხართ? ან ჰოროსკოპთან, ან რაიმე ეგეთ. ჰოროსკოპთან ძალიან კარგად. ამ ბოლო დროს ისე დავმეგობრ. მე ვარ ლომი. ვაუ. ჩემ ლომ მეგობრებს კიდევ ერთი ლომი მივესალმები დიდი პატივით. ძალიან დავმეგობრთ ბოლო დროს. იცით, კი არ დავმეგობრთ, იცით როგორ არის? რაღაცა არ ვიცი მე სოციალური ქსელია თუ რაღაც სულ ვარდება რომ ვინ როგორც და ყველა ჰოროსკოპის ეს მიმდევრობით ხომ რაღაცნაირად დამემახსოვრა ეს და ხასიათის თვისებებში იმდენი საერთოა ლომიოშო აბა ლომიოშო მითხარ ლომის რა გაქვთ რა იპოვეთ რა დაინახეთ აი ეხლა ისე დამახასიათა ამას წინათ ერთ-ერთმა ასტროლოგმა მიტა რომ მე ვარ ძალიან მომერიდა, მაგრამ მაინც გავაზიარე და ის არა ვიცი. თავისუფლების მოყვარული. არა, ზოგადად ლომი როგორია, მე ვიცი. აი რას იჭერ, იმიტომ რომ მეც ახლა ტყუპები ვარ, მაგრამ ხო, აი ხა ვიჭერ გეტყვით, აი აბა. ძალიან დიდი, ახლა მართლა არ ვიცი ხა მართლა აღსარებასავით გამოდის, ოღონდ არაცოდვებზე, არამედ ღირსებებს ემქონი. ადამიანის აი შემიძლია და ჩემ თავში ბევრს უთქვავს ჩემთვის და სხვამაც რომ გითხრა უკვე მეტად ისახარ ძალიან დიდი სიყვარული შემილია ადამიანების რომ არასდროს არ ველოდები იმისგან თუნდაც რამე აი არანაირ უკავშირს სიყვარულის გარდა ჩემმა ერთმა მეგობარმა მითხრა ამას წინათ ეხა მოიტანა ამ თემამ და აბსოლუტურად უცხო კი არა ამ თემისთვის არა საინტერესო გარემო იყო არ იყო საერთოდ იქ ამ თემაზე საუბარი აი რაღაცაო თითქოსო დანაკლისი გაქვს აი სულო გინდაო რომ მოგეფერონო სიყვარული და ხო მაქვს მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაგარი შვილები მყავს ქმარი მყავს დედა მყავს ძმა აი დიდი წლე მყავს მეგობრები მყავს და ყველა სიყვარულს გრძნობ მაინც სულ მინდა რომ ადამიანებისგან ვიგრძნო სიყვარული ალბათ ეს ჩემი ბრალი არ არის ზოდიაკო სულ მინდა რომ ვიგრძნო სიყვარული სულ მინდა რაღაცა იმიტომ რომ მე ყოველთვის აუცილებლად სიყვარულს და სითბოს და რო არიან ხოლმე რო რაღაცა არასდროს არ ვეძებ ადამიანებში არასდროს ნაკლს პირიქით რაღაცა აქცენტებს ვაკეთებ მის დიდებულ მხარეებზე და თუ ძალიან ცუდები არიან მე თვითონ დამანახებენ თავიანთ თავს როგორიც არიან მაგრამ მე ჯერ ესეთი ძალიან მიმეღოს ძალიან დიდი სიყვარულით და ის ცუდი ყოფილიყოს არ მიმართლებს მოკლედ არ შემხვედრია ჯერ ეგეთი ძალიან მიმართლებს ადამიანებში, რომელიც მივიღე და დავიტოვე არიან დღემდე ჩემთან. მოდი ადამიანები რადგან ვახსენეთ ჩვენს გარემოცვაზე, პატარა ვისაუბროთ ცოტა. გარემოცვაში საქართველოში ზოგადად რატომღაც არის დეფიციტი გამარჯვებების და წარმატების გამზიარებელი გარემოცვის. კი.
ძალიან ადვილად ქართველები მივდივართ, როცა გვიჭირს, როცა ტკივა ვინმეს, როცა რაღაც პრობლემა აქვს, იქ ვჩდებით ყველა აბსოლუტურად. და პირველად, როდესაც მაგ საკითხის წინაშე მეც დავდექი და დავაკვირდი, რომ როდესაც საუბრობდი, რომ ხშირად გულშემატკივარი მყავდა უფრო იმაში, რაღაც პრობლემაში და ცოტა მყავდა, მაგრამ მეც რა თქმა უნდა ძალიან გამიმართლა იმ ადამიანებში, რომ ყავს ნამდვილად გამარჯვებების და წარმატებების გამზიარებლები და თქვენ მადლობა, ვინც ჩემს გამარჯვებას და წარმატებას იზიარებთ ხოლმე ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მიყვარხართ ძალიან და რამდენად ესე შეხება ქონიათ ამასა თუ გარემოცვაში თუ ყავთ? იცით რა არის? ალბათ მყავს, მაგრამ მე არასდროს არ გამოვყოფ და არ მინდა ამაზე არც ლაპარაკი და არც დაკვირვება, იმიტომ რომ ეს ძალიან ადამიანურია. შეიძლება ისეთ მახლობელ, ძალიან ადამიანურია. მე ხა ჩემ თავზე თავს დავდებ მეთქი რაღაცა 98% ალბათ ვიტყვი რაღაცნაირად, მაგრამ ადამიანმა ბოლომდე მაინც არ იცი, არავინ, შენი თავიც კი არ იცი რა დროს რა რეაქცია გექნება. ეს არის ძალიან ადამიანური, ამიტომ ყველა მერე დროთა განმავლობაში გადახარშავს ამ შენ კარგს და მიიღებს და დაგიბრუნდება ისეთად, როგორიც არის. მაგრამ ამიტომ მე ერთ რამეს ვამბობ, სიტუაციებში თუ ადამიანობაში არ არსებ ყველას საპატიებელი რა არის კაცო, უბრალოდ რას ვამბობ, არ არის საჭირო იყოს სწორი, საჭირო არის აუცილებელი იყო ნამდვილი. გეთახმებით. აი ეგ არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შენ იმ ნეგატივითაც რაღაცა მომენტის და დოზითაც ნამდვილი იყავი და მე აუცილებლად მეყვარები ისეთი ზუსტად როგორიც ხარ, იმიტომ რომ მე შენში იმდენი რაღაცა დავინახე, რაც ჩემი სულისთვის, ჩემი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ იმ ნეგატივს მე შენ აუცილებლად გაპატიებ რა. გეთახმები აბსოლუტურად. აი ეს იყავით ნამდვილები და არა სწორები და მართლები რაღაცა. რაღაც. სტუმრებისთვის ტრადიციული სამი კითხვა უნდა დაგისვათ, სამი სიტყვა, რომელიც ოშოს აღწერს. აუცილებლად სიყვარული პირველი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარხართ ადამიანები, რაღაც ზოგადად მიყვარს ურთიერთობები ეს ცალსახად და სიყვარული, ურთიერთობები და ოჯახი. ოჯახი. კი, perfect. შვენიერი. ოშო. იმიტომ რომ არ შეიძლება ეხლა მთელი ჩემი ცხოვრება რაც დავიმახსოვს გათხოვილი ვარ, ოჯახი მყავს და თან ისეთი ოჯახი, რომ აი ძალიან შეკრული და ძალიან და აუცილებლად ოჯახი. კი ბატონო. ოშო, რას დებ მომავლისთვის? მე მომავლისთვის ერთადერთ ვდებ მოლოდინს და იმედს, კარგის. არაფერს ისეთ ხელშესახებს და ისეც არა, უბრალოდ მე ყოველთვის რაიმეცი დაწერაც გინდათ ან შექმნა და მომავლისთვის. პრაქტიკული, ხო. კი, ეხლა მესამე კრებულს ვაკეთებ. აღარაა გადადებული ეს? ხო, ეს ვაკეთებ რა პროცესია. მომავლისთვის ვდებ რომ ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ჩემი პოეზია ეხლა ვისაც უყვარს კიდე მოემატება მოყვარულები და თუ ვინმეს ერთმალექსმა მაინც რაღაცა სულს შეეხო და აი რაღაცნაირად იგრძნო, უკვე ვიქნები ძალიან ბედნიერი. თუნდაც კიდე რომ დაემოტოს ერთი და რა თქმა უნდა თქვენი პოეზიიდან დაგვიტოვეთ. ხო, ეს ძალიან საპასუხისმგებლო ამბავია ხა რომელი ლექსი დავტოვო ისეთი რომ დასატოვო. კარგი ერთი არის რა. როცა აქ ხარ, ცოცხალი გიყვარს, გძულს თუ არ იმჩნევ, საფიქრალი არაა, უცებ ისე აირჩევ, ვისთანაც გაქვს საერთო, მიწაც, ცაც და მაისიც ამ წელს თუ ვერ შეხვდები წინ, სხვა ძგელის, აისი, აიშლება ფიქრები, აუჭრელი კარტივით, შენს ფიქრს, ჩემთან მოიტანს დაჭერილი კარტივით, ყველგან გეფერებიან, სადაც შენი დასია, ყველაფერზე ძვირფასი, განწყობების ფასია, დაგეგმილი დღეები, ვერ გალაღებს, დიადი თავს ჩაუკრავს ცხოვრებას კოხტა კომედიანტი, როცა გზები ფართოა, რაც არ მოდის, მოიტანს, სიყვარულიც მარტოა, შენთან სანამ მოიყვანს. მადლობა, ძალიან დიდი და დღეს შევიმყოფებით თეატრში ოშო და გისურვებ საუკეთესო თეატრის სცენებს, პოეზიის სცენებს, რაც კი იქნება საქართველოში, ევროპაში, სადაც ისურვებ. ხო, რას ვისურვებ კიდე ახლა ოქტომბერში პრემია იბერია ესპანეთში მიემგზავრება ლიტერატურულ ღონისძიებებზე და ძალიან მინდა რომ მოხდეს. ოკეი. ამინ. დაე ახდეს. კი, მადლობა.